ბათუმის ნომერ მე-20 საჯარო სკოლამ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის საგანმანათლებლო პროექტს გაკვეთილ აფხაზეთს უმასპინძლა. აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ეკა წივწივაძემ განათლებისა და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერების პროცესში მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსწავლეებს ცენტრის მიერ მომზადებული ვიდეო მასალა წარუდგინა, რომელიც აფხაზეთის ისტორიას, კულტურას, კონფლიქტის ქრონოლოგიასა და მის გმირებს ეხება. პროექტის მიზანია მოსწავლეებში აფხაზეთის თემაზე ცნობიერების ამაღლება, ობიექტური ინფორმაციის მიღება აფხაზეთის კონფლიქტის წინაპირობებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და უახლეს ისტორიაზე. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ინიციატივითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. გაკვეთილი აფხაზეთის პირველი ეტაპი მულტიმედია კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოებით დასრულდება. ნელ-ნელა სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, ჩვენი მედია პროექტი გაკვეთილი აფხაზეთი კი გრძელდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მედია პროექტი გამოიღებს შედეგს და წლის ბოლოს ძალიან ბევრი ახალი ვიდეო მასალა მულტიმედია პროექტი შემოვა სკოლებიდან და ჩვენ გვექნება მაისის თვეში გამარჯვებულების გამოვლენის შესაძლებლობა. ყველა იმ სკოლას მოუწოდებს, სადაც უკვე გაკვეთილი აფხაზეთი ჩატარებული გვაქვს, იაქტიურონ, გამოაგზავნონ ბავშვების მიერ შექმნილი მედია პროდუქტები და ჩვენ ვეცდებით, რომ გამარჯვებულები დავაჯილდოთ შესაბამისად. დღეს დავესწარი გაკვეთილი აფხაზეთს, ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იყო, განსაკუთრებით მომეწონა გმირების ნაწილი და ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენ მათოლმა უნდა იცოდეს აფხაზეთის ომზე, აფხაზეთის გმირებზე, ყველა უნდა იცოდეს, რას ნიშნავს აფხაზეთის ტკივილი. ვისურვებდი, რომ მსგავსი სახის პროექტები უფრო განხორციელდეს ბევრ სკოლაში. ძალიან სასიამოვნო იყო დღევანდელი შეხვედრა ჩვენი ბავშვებისთვის. ჩავერთვებით ამ პროექტში, ნამდვილად უკვე გაგრძელდება ეს პროექტი და ჩვენც მივიღებთ რაღაც გარკვეულ წვლილს და ძალიან სასიამოვნო იყო ყოველ შემთხვევაში. დიდი მადლობა, რომ მოგზავნით და გაათუცნობიერეთ ჩვენი ბავშვები.